გამარჯობათ. დღეს მინდა გავაკეთო პატარა მიმოხილვა მშენებლების ვიდეოების, რომლებიც მე თვითონ ძალიან გავუმადგა ოფისის რემონტის დროს. დღეს ამ ვიდეოების საჭიროება კიდევ უფრო მეტია, რადგან ხელობა ძალიან გაძვირდა. ხელოსნების დიდი ნაწილი საზღვარგარეთ წავიდა საშუალზე და ვინც აქ დარჩა, უნდა ელოდო, რას როდის დაიწყებენ და როდის დაამთავრებენ. YouTube-ზე ასეთი ვიდეოები ბევრია, პრაქტიკულად ყველა ხელობის, რომელიც სახში შეიძლება დაგჭირდეთ რემონტის დროს. შეგიძლიათ ნახოთ და საქმის კეთება ისწავლოთ, თუმცა ამისათვის რაღაც გარკვეული ბექგრაუნდი უნდა გაგაჩნდეთ. საკუთარ გამოცდილებას მოგახსენებთ, 2017 წელს მომიწია საკუთარ ოფისში რემონტის გაკეთებამ. მდგომარეობა ოფისში ისეთი იყო, რომ ჯერ დასანგრევი იყო შავ კარკასამდე, მერე ასაშენებელი და გასარემონტებელი სულ 178 კვადრატული მეტრი. მანამდე არასოდეს არანაირი სამშენებლო სამუშაოს ჩემი ხელით კეთების გამოცდილება არ მქონია, რაღაცა მინახავს და მიყურებია, მაგრამ ჩემი ხელით არ მიკეთებია. თუ არ ჩავთვლით, თქვა სამზარეულოში ონკანის გამოცვლას, რაც გასაგებია, რომ ძალიან ცოტაა. ასევე პირდაპირ არ გამოდგება ბიოლოგი ექსპერიმენტატორის და ლაბორანტის გამოცდილება და რადიომოყვარულის, ხო? მაგრამ სირთულის მიხედვით, რა საქმეებიც მიკეთებია, სულაც არ არის ნაკლები, ვთქვათ, კაფელმეტლახის დაგებაზე და გიფსკარტონით კეთლის ამოყვანაზე, ან თუნდაც სტიაშკის დასხმაზე არანაირად. ასე რომ, ყოველგვარი ხელოსნის გარეშე, მხოლოდ დამხმარე მუშით, რომელსაც მარტო ნაგვის გატანა და ტომრების სიდვა შეეძლო და მაქსიმუმი რასაც გააკეთებდა, ეს იყო ბეტონის მოზელვა, შევეჭიდე ამ ხელა ფართის რემონტს. დილით 3 საათამდე ვიყავი სამსახურში, 3-დან საღამოს 9 საათამდე სარემონტო ოფისში. შემდეგ მოვდიოდი სახლში და ღამის 12 პირველ საათამდე ვუყურებდი YouTube-ზე ხელოსნების ვიდეოებს, რას როგორ აკეთებდნენ და ასეთ რეჟიმში რემონტი დავიწყე 10 მაისს და დავამთავრე 14 ოქტომბერს. ხელოსნები რომ მომეყვანა, ბანკის კრედიტიც ორჯერ მეტი მექნებოდა და საქმე მხოლოდ გამეწელებოდა ჩვენი ხელოსნების გადამგიდე. ეხლა რა მინდა გითხრათ? ყველა ამას ვერ შეძლებს. ვისაც ხელში მანამდე სკრიპკის მეტი არაფერი სჭერია და ყანწის მეტი არაფერი არ უწევია, შობია სკრიპკაზე დაკვრა, ან დალევა გააგრძელოს შესაბამისად. ან ვერაფერს ვერ გააკეთებთ, ან იმდენ მასალას გააფუჭებთ, რომ ხელოსანზე უფრო ძვირი დაგიშდებათ. ყველაზე მთავარი არის საკუთარი შესაძლებლობების შეფასება, თორემ შეუძლებელი არაფერია და რა თქმა უნდა, მონდომება. ერთი და იგივე საქმეზე აუცილებელია რამდენიმე ხელოსნის ვიდეოს ნახვა. ყველას თავისი მეთოდი აქვს. თქვენ უნდა ირჩიოთ, რომელი მეთოდის განმეორება უფრო გაგიადვილდებათ. შეიძლება ერთი ვიდეოს ავტორს გამორჩეს რაიმე ნიუანსი და ის შემდეგ მეორე ავტორთან ნახოთ. ცალკე კატეგორიაა ფინანსი ხელოსნები. ესე იგი, თვითონ რომ არიციან წესიერად რას აკეთებს და მაინც იღებს ვიდეოს ხელობაზე და ცდილობს სხვა სასწავლოს. აი, ამათ გამოსაცნობად გჭირდებათ ბექგრაუნდი ტექნიკასთან ურთიერთობის. ასეთები ბევრია. თუმცა შეიძლება ვთქვათ, ერთსა და იგივე პიროვნებას ერთი ვიდეო ცუდი ჰქონდეს და მეორე კარგი ასეც ხდება. შემდეგ არიან ისეთებიც, რომლებიც სპეციალურად ართულებენ საქმეს, რომ საკუთარ ხელობას ფასი დაადონ. ხშირად ხელოსანს კლიენტი YouTube-ში ნახვის მერე აკითხავს, როცა მისი ნამუშევარი მოეწონება. მაგრამ შეგნებულად რომ ართულებენ საქმეს, ასეთები შედარებით ცოტაა. ასე თუ ისია, ეს ვიდეოები გადარჩევის შემდეგ გამოდგება სამშენებლო ხელობის დეტალების შესასწავლად და შემდეგში გასამეორებლადაც. კიდევ ორი უპირატესობა, რაც საკუთარი ხელით კეთებას აქვს. ჯერ ერთი დადებითი ემოცია, როცა შენით აკეთებ და საკუთარ თავს არ გაუხალტურებ ხარისხს. და მეორე, ეს არის დროში მოგება. მართალია ხელოსანივით სწრაფად ვერ იმუშავებთ, ვერც მე ვმუშაობდი, მაგრამ ხელოსნების ამბავი რომ იცით, რამდენიმე ობიექტი აქვს ყოველთვის აღებული და 2 დღის მუშაობის შემდეგ იკარგებიან 2 კვირით.
ნუ თქვენ შემთხვევაში ეს გამორიცხული გახლავთ. ყველაზე რთული ამ საამშენებლო საქმეებიდან ჩემთვის აღმოჩნდა კედლების გალესვა, რომელსაც ხელის გავარჯიშება ჭირდება და ნელა აუჩქარებლად და მოთმინებით მუშაობა, თორემ იდეაში ყველაზე ადვილია. ეხლა ვიდეოს გადაღების მიზნით სულაც არ ვაპირებ ხელოსნების ვიდეოების განმეორებას, მაგრამ პერიოდულად შემოგთავაზებთ იმ ხელოსნების ვიდეოებს, რომლებიც გამომადგა, რომ ნაკლები დრო დაკარგოთ გადარჩევაზე. მე რომ გამომადგა არ ნიშნავს იმას, რომ თქვენც აუცილებლად გამოგადგებათ, მაგრამ ალბათ მნიშვნელოვანია იმის ცოდნაც, რომ რასაც ნახავთ, მისი განმეორების გამოცდილება უკვე არსებობს. ამ ვიდეოს აღწერაში არის ლინკი ორი ვიდეოსი, სადაც ნაჩვენებია MDF-ის კარების დაყენება. ვიდეოები რუსულ ენაზეა და ორივეს ნახვა არის საჭირო. მარტო ერთი ადამიანი კარს ვერ ჩამოკიდებს, ამ ვიდეოების ნახვის შემდეგ პირველ კარზე 4 საათი, მეორეზე 3 საათი დავხარჯე. მაგრამ როცა მოქმედებების მიმდევრობა კარგად დავიმახსოვრე, დამხმარესთან ერთად 1 საათში ვკიდებდი კარებს. დამხმარე იყო ჩემი თანამშრომელი კაცი, რომელიც ჩემსავით არ არის მშენებელი. აი 8 დღეში 24 MDF-ის კარები ჩამოვკიდეთ ოფისში და დაუყენეთ საკეტები. ასე რომ, ვისაც ხელით რაღაც მაინც გაგიკეთებიათ, თუმცა მშენებელი არ ბრძანდებით, თავისუფლად შეგიძლიათ ბინაში ან საკუთარ ოფისში რემონტი თქვენი ხელით გააკეთოთ. თუ სწავლას მოინდომებთ და ფიზიკურ მუშაობასაც არ დაიზარებთ. ინსტრუმენტების ყიდვა ხელობაზე 10 ჯერ ნაკლები დაგიჯდებათ და რემონტის შემდეგაც კიდევ გამოგადგებთ. დღეისათვის სულ ეს იყო. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.